ყველას საფეხბურთო სალამი. ეს არის ფუტვიჟენი და დღეს ერთად გავეცნობით საფეხბურთო სიახლეებს. გიორგი მიქაუტაძე დაეხმარა მძიმესენით დაავადებულ ბავშვებს. ასევე ცნობილი გახდა გიორგის პოზიცია ლიონიდან წასვლასთან დაკავშირებით. კასანომ ხუჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. მისი თქმით, ნაპოლი და კონტე ხუჩას ტრაუმით ბედნიერები არიან. რა ხდება ქართველი ვარსკვლავის თაოს, ნუ თუ ის ნაპოლის დატოვებს. ახლოვდება მერაბ დვალიშვილის და უმარ ნურმაგომედოვის ბრძოლა ქამრისთვის და ცნობილი გახდა, რომ UFC-ს ჩემპიონი და ლეგენდა ხაბიბ ნურმაგომედოვი ამ ბრძოლისას უმარის კუთხეში იქნება. რა გველოდება ამ დაპირისპირებაში? ამ წამს ვინც უყურებთ ვიდეოს, სამწუხაროდ თქვენგან 80%-ს არხის გამოწერის ღილა კი არ გაქვთ ჩართული. გამოიწერე არხი და გაიგე სპორტული სიახლეები პირველმა. ასევე ერთგულმა მაყურებელმა გეიცით, რომ ჩვენი მიზანი ყოველ ვიდეოზე 2000 მოწონების დაგროვებაა. მოვახერხებთ ამჯერად ამის მიღწევას? ნახოთ. ახლა კი ფეხბურთს დაუბრუნდეთ. ფრანგი ჟურნალისტის რუდის გალეტის ინფორმაციით გალათასარაი გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს. თურქული მხარე დანებებას არ აპირებს. ფეხბურთელის სურვილი ტოპ 5-ში თამაშია, მაგრამ ლიონს ფინანსური პრობლემები აქვს და გალათასარაიში იმედოვნებენ, რომ ეს ფაქტორი ტრანსფერის განხორციელებაში ხელს შეუწყობთ. მილიეტის მიხედვით გალათასარაის ახალი შეთავაზება 25 მილიონი ევროს ოდენობისაა. აქედან 22 მილიონი გარანტირებული თანხაა, ხოლო 3 მილიონი ბონუსებზე იქნება გადანაწილებული. ლიონის პასუხი ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ბოლო პერიოდში იწერება, რომ ფრანგებს 30 მილიონის მიღება სურთ. როგორც მოგეხსენებათ, ლიონს ფინანსური პრობლემები აქვს და რამოდენიმე ფეხბურთელის გასაყიდად მზადაა. ფრანგულმა კლუბმა გალათასარაის ორი წინადადება უკვე დაბლოკა, თუმცა ყვითელ წითლებთან დიალოგი არ შეუწყვეტია. მოკლედ, შესაძლოა კლუბებს შორის ფინანსურ საკითხზე შეთანხმება შედგეს, მაგრამ მიქაუტაძის პოზიცია ტოპ 5-დან წასვლას გამორიცხავს. მიქაუტაძეს ლიონთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ტრანსფერმარკეტზე მისი ღირებულება 18 მილიონი ევროა. გალათასარაის გარდა ქართველი ფეხბურთელი მარსელს, ლევერკუზენს, ევერტონს, იუვენტუს, ბოლონიასა და რომას დაუკავშირეს. ჩემი აზრით, გიორგი ლიონიდან გალათასარაიში არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გადავიდეს. ან უნდა დარჩეს ლიონში, ან თუ საუბარი ტრანსფერზეა, გადავიდეს იუვენტუსში, ევერტონში ან რომელიმე სხვა დიდ კლუბში. ასევე კომენტარებში დაწერეთ თქვენი აზრით, ღირს თუ არა, რომ გიორგი მიქაუტაძე ახლა ლიონიდან თურქულ ლიგაში გადავიდეს. ქართველი შემტევი ჯერ კიდევ გასული წლის 18 დეკემბერს სიმსივი დაავადებულ ბავშვებს უნდა დახმარებოდა, თუმცა გრიპის ვირუსის გამო საქველმოქმედო აქციის გადადება მოუწია, თუმცა პირობადადო, რომ მას მოგვიანებით აუცილებლად ჩაატარებდა. ლიონთან დაახლოებული სააგენტოების ინფორმაციით კი მიქაუტაძემ აქციის ჩატარება 8 იანვარს გადაწყვიტა. გიორგი მიქაუტაძე დღეს გულშემატკივრებს შეხვდება და მათთან თავის ავტოგრაფიან მაისურებს გაათამაშებს, რითაც ქომაგებისგან გარკვეულ თანხას მოიზიდავს. ფული მთლიანად ადგილობრივი კლინიკის ფონდში გადაირიცხება, რომელიც მძიმესენით დაავადებულ ბავშვებს მოხმარდება. ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ პოდკასტში სტუმრობისას ხუჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მისი აზრით, ანტონიო კონტეს იდეების განხორციელებისას ქართული შემტევი საუკეთესო თვისებებს ვერ ავლენს. მას შემდეგ, რაც ანტონიო კონტე ნაპოლის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, პარტენოპეის თამაში ძალიან პრაგმატული გახდა, თუმცა შედეგიანობის თვალსაზრისით გუნდმა სტაბილურობა დაიბრუნა. ასეთია კასანოს კომენტარი. ფიქრობ, კონტე კვარას არ ყოფნით ბედნიერია. ჩემთვის ლობოტკა და კვარა ნაპოლიში უძლიერესები არიან. მათი თამაშით მაგიჟებენ, მაგრამ კონტეს იდეა, რასაც გარედან ვხედავ, ითვალისწინებს იმას, რომ თითოეულმა მოთამაშემ უნდა აკეთოს ის, რაც მწვრთნელს სურს. ზოგჯერ კვარას თავისუფლება უნდა მისცე და ეს შესაძლოა მწვრთნელის პრობლემაც იყოს. ნერაშს ორივე ფლანგზე ვხედავ და ვფიქრობ, რომ კვარა ზოგჯერ იმას აკეთებს, რაც კონტეს იდეის ნაწილი არაა. ლუკაკომ უფრო ბევრი უნდა გააკეთოს და კვარამ დაბრუნების შემდეგ ისევ ითამაშოს, როგორც პალეტის თანმუშაობისას იყო. კვარა 23 წლისაა, როცა იტალიაში ჩამოვიდა, პირველივე სეზონში სკუდეტო მოიგო და სეზონის საუკეთესო მოთამაშე გახდა. გასული სეზონის შემდეგ ნაპოლიში კონტე მოვიდა. კვარა კარგად თამაშობს და მას კიდევ უფრო მეტი შეუძლია. თავის დროს პალეტიმ შეძლო კვარაცხელიას გახსნა და პოტენციალის ბოლომდე გამოყენება. ახლა ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ბევრად ნელი ტემპებით ვითარდება, ვიდრე ეს აქამდე იყო. თითქოს ერთ ადგილს დგებნის. კომენტარებში დაწერეთ თქვენი აზრები ამ თემასთან დაკავშირებით, რას ფიქრობთ, რა შეა რეალურად პრობლემა. მერაბ დვალიშვილი UFC სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარს უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ დაიცავს. მათ ორთაბრძოლას UFC 311-ზე ვიხილავთ და აღნიშნული ღონისძიება 19 იანვარს გაიმართება. ახლახან ცნობილი გახდა იმ ადამიანების ვინაობა, რომლებიც უმარს კუთხეში ეყოლება და
ჩხუბისას მინიშნებებს მისცემენ. როგორც მოსალოდნელი იყო UFC-ს ლეგენდარული მებრძოლი ხაბიბ ნურმაგომედოვი საკუთარი ბიძაშვილის სეკუნდანტი იქნება. არწივის გარდა უმარის კუთხეში ხავიერ მენდესი და მაგომედ აბდულხამიდოვი იდგებიან. UFC-ს 11-ზე ხაბიბი სამი მებრძოლის კუთხეში იქნება. უმარის გარდა არწივი ისლამ მახაჩევსა და ტაგირ ულანბეკოვს დაეხმარება. საინტერესოა, რომ ხაბიბი ერთ ღონისძიებაზე სამი მებრძოლის კუთხეში ორჯერ მდგარა. UFC 267-ზე მისმა სამივე შეგირდმა გაიმარჯვა და იგივე მოხდა UFC 280-ზეც. ასე რომ იმედი ვიქონიოთ მანქანა ამ ტრადიციას დაარღვევს. ცნობისთვის MMA-ში მერაბ დვალიშვილის რეკორდი 18 გამარჯვება და 4 მარცხია. უმარ ნურმაგომედოვს კი 18 ბრძოლიდან ყველა მოგებული აქვს და ამ დრომდე დაუმარცხებელია. ყველა მუშტები შევკრათ მერაბისთვის და იმედი ვიქონიოთ, რომ ყველაფერს სწორად და ზუსტად ისე გააკეთებს, როგორც ჩაფიქრებული აქვს. წარმატებები მერაბს. მე კი ამით დაგემშვიდობებით და დღევანდელი ვიდეოს დასასრულს მივუახლოვდა. მალე ძალიან საინტერესო ვიდეოებით დაგიბრუნდებით. აბა, წარმატებები.